მოგესალმებით, მადლობა ყველა მოგზაურობისთვის, ვაგრძელებ ხუთშაბათის აქციებს უზენაეს სასამართლოს წინ. დღეს გვინდა ვილაპარაკოთ უსამართლობის ფორმებზე, რომელიც განსაკუთრებით მძიმედ იგრძნობა რეგიონებში. ამისთვის რამდენიმე სპიკერი გვეყოლება, ერთ-ერთი სპიკერი, პირველი სპიკერი იქნება უსო დოსტიბეგიანი, ჩვენი მეგობარი, რომელმაც ერთხელ უკვე გვიმასპინძლა ჩვენ თეთრი წყაროს რაიონში და უსო არის იმ ადამიანების კატეგორია, რომლებიც არ ვიცი, ყველაფრის მიუხედავად იქნება ეს რეგიონისთვის დამახასიათებელი პატრიარქალური გარემო, იქნება ეს ზოგადად ალბათ ყველა მხარისთვის დამახასიათებელი ნაციონალისტური კლიშეები, იქნება ეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ასე შემდეგ და რაც თავარია ბოლოს მიღებული რეპრესიული კანონები, რომელმაც ბევრი მის მიერ დაწყებული საქმე ან გააჩერა, აერში გამოკიდა და ასე შემდეგ. აი ამ ყველაფრის მიუხედავად მას ერთი დღე არ შეუწყვეტია ბრძოლა მას და მის მეგობრებს და დაწუნებული მეგობრებს თვითონაც სიტყვის და რაც თავარია ეს ხალხი მე რაც ხდება ხოლმე თვალში სულ ახერხებენ და რუსთაველზე დგანან პრაქტიკულად ყოველ საღამოს. მე მესმის რომ თითქოს შორს არ არის თეთრი წყარო, მაგრამ ყოველ საღამოს პრაქტიკულად ჩამოდიან რუსთაველზე დგანან ჩვენს გვერდით ამ უსამართლობის დასაპროტესტებლად იბრძვიან ჩვენს გვერდით და მე უკან ბრუნდებიან და არ ვიცი ამ ფონზე განსაკუთრებით ჩვენი ყოფილი მეგობრები, ჩვენი მეგობრები, რომლებიც სულ ცოტა ხნის ჩვენ გვერდით იდგნენ რუსთაველზე, ხა აღარ გამოდიან სხვადასხვა მიზეზით, მინიმუმ რა ვიცი ამან მაინც დააფიქროს ეს ხალხი. მოკლედ რუსო შემიძლია გთხოვ ამ ამბებზე რომ გვიამბო, ხაზია თავისუფალი ხარ როგორ აარჩევ ესე იგი რა კუთვნიცი რომ უსამართლობა ბევრნაირი ხდება რეგიონში, უთანასწორობით დაწყებული და კონკრეტული კანონმდებლობის დარღვევებით დამთავრებული და რასაც მოასწრებ და რაც ეხა ყველაზე მეტად გულზე გაწევს მძიმედ იქიდან დაიწყე. და მადლობა რაც თავარია ჩვენ გვერდით რო ხარ. უბრალოდ ახლოს უნდა მიიტანა და ძალიან. მოგესალმებით. არა, ესე მოხიხმა მაგ და მაგიტო. მოგესალმებით ყველას. მე ვარ ლუსინე დოსტიბეგიანი თეთრი წყაროდან. მადლობა ამ შესაძლებლობისთვის, რომ კიდევ ერთხელ ხმამაღლა თქვა თეთრი წყაროს პრობლემები და ის პრობლემები, რაც ჩვენ რეგიონში გვაწუხებს. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ხვდები, რომ დღეს ისეთ პერიოდში გვიწევს ყოფნა, რომ ყველა რესურსი, სადაც შეგვიძლია ვისაუბროთ, აუცილებლად ხმა უნდა ამოვიღოთ და ეს ფორმატიც ძალიან საინტერესოა. ჩემთვის პირადად თქვენთან საუბარი და იმის გაზიარება, რაც ხდება დღეს ჩემს მუნიციპალიტეტში. ძალიან მოკლედ გაგეცნობით, მე მქონდა დაფუძნებული თეთრი წყაროს ახალგაზრდული ცენტრი, ესეთი ორგანიზაცია და მეგობრებთან ერთად შევქმნით ახალგაზრდების თავშეყრის სივრცე და 6 წელი ვიყავით ძველი სასამართლოს შენობაში, რომელიც ჩვენი რესურსებით და სხვადასხვა ორგანიზაციების დახმარებით გავარემონტეთ და გავხადეთ თავშეყრის სივრცეთ მუნიციპალიტეტში, რომელსაც მათ შორის ადგილობრივი ხელისუფლების და სხვადასხვა საჯარო უწყებების ადამიანებიც იყენებდნენ და ზუსტად ის აგენტების კანონის შემოტანის და მერე რუსული კანონის, ეგრეთ წოდებული გამჭვირვალობის კანონის მიღების შედეგად ჩვენ მოგვიწია ამ სივრცის დატოვება, იმიტომ რომ ჩვენ არ დავრეგისტრირდით ამ რეესტში. თეთრ წყაროში რამოდენიმე ორგანიზაცია ფუნქციონირებს, რომ წარმოიდგინოთ, მთელი მუნიციპალიტეტი არის ძალიან დიდი, 82 დასახლებული პუნქტი არის და მაშინაც კი იმ პერიოდში იყო ძალიან ცოტა რესურსი იმისთვის, რომ ყოფილიყო თავისუფალი სივრცეები და სხვადასხვა ადამიანებს ქონოდათ შესაძლებლობა მიეღოთ არაფორმალური განათლება, იმიტომ რომ ფორმალური განათლება ჩვენთან არ არსებობს სკოლის იქით. ანუ ადამიანებს უწევთ ჩამოსვლა თბილისში, რომ განათლება მიიღონ და თან პრობლემა არის ის, რომ ამის რესურსი ყველას არ აქვს. და ესეთი სივრცეები იყო ძალიან მნიშვნელოვანი და დღესაც ძალიან მნიშვნელოვანია ესეთი სივრცეები. ის ორგანიზაციები, ვინც ამ რეესტში დარეგისტრირდნენ, სამწუხაროდ მაინც ვერ ახერხებენ აქტიურად მუშაობის გაგრძელებას, იმიტომ რომ შემცირდა რესურსი
და შემცირდა ნდობა, გარდა ამისა შემცირდა კიდე ზოგადად შეიცვალა მუშაობის სტილი. აქედან გამომდინარე ყველაზე დიდი პრობლემა ჩემთვის, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე დღეს არის ეგ, რომ ადამიანებს აღარ დაგვჭირდა თავისუფალი სივრცეები სასაუბროდ და ყველაზე მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელი არის ის, რომ ქვემო ქართლი ყოველთვის იყო საქართველოსთვის საპილოტე რეგიონი, სადაც აბსოლუტურად ყველაფერს ახალს ცდიდა ჩვენთან, ბევრი და სხვადასხვა მიზეზის გამო და მათ შორის პირველი ეს დარტყმა იყო ქვემო ქართლის ორგანიზაციებზე, ჯერ კიდევ მაშინ აგენტების კანონი ან სანამ მიიღებდნენ უბრალოდ რომ გამოიტანეს და მერე გაიწვიეს უკან, მაშინ უკვე ჩვენს თავზე წნეხს უგრძნობდით. უკვე მაშინ იყო საუბრები იმაზე, რომ თურმე არ ვაუცებთ რაღაცა დეკლარაციებს და უკვე მაშინ იყო ზეწოლა მუნიციპალიტეტის მხრიდან, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა დავრეგისტრირებულიყავთ. გარდა ამისა, სხვადასხვა პრობლემებია, რა თქმა უნდა, მუნიციპალიტეტში, ის რომ ძალიან დიდი ახალგაზრდების მიგრაცია, ადამიანები ადგილზე ვერ საქმდებიან, გარდა იმისა, რომ ვერ იღებენ სათანადო განათლებას, ვერ საქმდებიან ადგილზე და უწევთ სოფლებიდან და ქალაქიდან წასვლა. არა მარტო თბილისში, არამედ საზღვარგარეთ და რაღაც დროებით სამუშაოებს ნახულობენ, მერე ბრუნდებიან და რაღაც მდგრად რაღაცა სივრცეს ან ეკონომიკას ვერ ქმნიან. ადგილზე არ არის დასაქმების შესაძლებლობები, გარდა მაღაზიებისა, გარდა რამე საჯარო სივრცეებისა, ეს არის მუნიციპალური აიპები და ამ აიპებში დასაქმებულ ადამიანებსაც მოკლედ ხელისუფლება იყენებს სათავისოდ პარტიულად და რეალურად ძალიან ზღუდავს. ამის გამოცდილებაც ჰქონდა ჩვენ, როცა პროექტებს ვაკეთებდით, სკოლებს ბოლოს განსაკუთრებით უზღუდავდნენ ჩვენთან თანამშრომლობას. არა და მანამდე ძალიან კარგი თანამშრომლობა ჰქონდა და ძალიან კარგი პრაქტიკები ჰქონდა ერთად განერგილი და განხორციელებული სხვადასხვა პროექტები. ძალიან მნიშვნელოვანია ისაც, რომ აქ არ არის შეზღუდვა მარტო სკოლის მასწავლებლებზე, არამედ სხვა საჯარო მოხელეებზეც და რატო საუბრობ ამას? იმიტომ რომ ეს ადამიანები არიან ჩვენი საზოგადოების წარმომადგენლები, ეს ადამიანები დღესაც არიან რეალურად წნეხის ქვეშ და მათაც ჭირდებათ გაიგონ ის, რომ ჩვენ არა მარტო ჩვენთვის და არა მარტო ქვეყნისთვის ვიბრძვით, არამედ ვიბრძვით ზუსტად იმისთვისაც, რომ მათი ცხოვრებაც სასკეთოდ შეიცვალოს და აქედანაც თუ ვინმე მისმენს თეთრი წყაროდან, აქედანაც მაგას ვიტყვი, რომ არ გაუჩნდები და ყველგან ვიტყვი ამას, რომ მე ძალიან მტკივა გული იმ ადამიანებზე, ვინც დღეს არის გაჩუმებული. გარდა ამისა, თეთრი წყაროში ძალიან მრავალფეროვანია საზოგადოება, მათ შორის ცხოვრობს ეთნიკური უმცირესობები და მათ რეალურად აქვთ დიდი პრობლემები, იმიტომ რომ არ არიან ჩართულები თემის გადაწყვეტილების პრობლემებში, ანუ როგორ მიიღონ გადაწყვეტილება, აი მაგალითად წყლის პრობლემები არის ბევრ სოფელში, ან გაზის პრობლემები დღემდე დგას. უშუალოდ ერთ წყაროში აგერ მარიამსაც უზიარებდი, რომ რამოდენიმე ქუჩაზე გვაქვს კანალიზაცია და ბევრგან არ არის. ანუ აი ეს სოციალური პრობლემები არის ძალიან დიდი და ძალიან ბევრი სოციალურ დაუცველი ადამიანი ყავს, რაც ასევე აისახება ანუ ჩვენი თემის ცხოვრებას. მიუხედავად იმისა, რომ მრავალფეროვანია ჩვენი მუნიციპალიტეტი, არ არსებობს არანაირი ეკონომიკური დოვლათის შექმნის საშუალება, მათ შორის ადამიანები, ვინც არიან ემიგრაციაში და თქვა შეუძლიათ რაღაც თანხა შეაბრუნონ და ჩამოვიდნენ და ადგილზე რამე გააკეთონ, არც ის ხედვა არის, არც ის სტრატეგია არის, რომ რაში შეუძლია ამ ადამიანებს მე სამომავლოდ ეს თანხა დახარჯონ. და მოკლედ ძალიან ბევრი პრობლემების წინაშე ვართ, არა მარტო ჩვენ გვერდზე მეზობელი მუნიციპალიტეტებით და მე მართლა ვისურვებდი, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც დღეს ფიქრობს საქართველოს განვითარებას და იმაზე, რომ რეალურად რაღაცა უკეთესობისკენ შეცვალოს, აუცილებლად იფიქროს სოფლებზე და იმ ადამიანებზე, ვინც ცხოვრობენ რეგიონებში, იმიტომ რომ იქ ცხოვრება არის ძალიან რთული და ყველაფერი რაც არის ცენტრალიზებული თბილისში, ანუ ყველაფერი ხდება თბილისში და მე რა რომ 1 საათი სავალია თეთრი წყაროდან თბილისამდე, ანუ ზოგს მაგის რესურსიც არ აქვს, რომ აქ ჩამოვიდეს და ეგ არის ძალიან ცუდი, რომ ძალიან თანაბრო სივრცე არის რა თბილისსა და ჩვენ მუნიციპალიტეტს შორის.
და ეს წლებია ესეა, წლები ხდება რაღაცა ცენტრალურად რაღაცა გადაწყვეტილების მიღება ხდება ცენტრში და რეგიონები არიან განცალკევებულები და მათ შორის მართვაც კი ან მუნიციპალიტეტების მართვა ხდება რაღაცა გუბერნიის მეშვეობით ცენტრიდან. რაღაცები არ ხდება ქვემოდან, ანუ არ ხდება მუნიციპალიტეტიდან. და ეს არის ძალიან რთული და სამომავლოდ ამაზეც მოგვიწევს ფიქრი აუცილებლად, რომ ცოტა გაიმიჯნოს და რაღაცები გადავიდეს რეგიონში, მათ შორის რეგიონებს და მუნიციპალიტეტებს ჰქონდეთ იმის საშუალება, რომ ადგილზე მიიღონ ისეთი გადაწყვეტილებები, რაც მათ თემისთვის და მათი განვითარებისთვის საჭიროა. და მნიშვნელოვანია აქ გავიაზროთ ის, რომ რაც წეღან აღვნიშნე, თემის ჩართულობა და ადამიანების ჩართულობა არის ყველაზე საჭირო და რაც გადაგვარჩენს დღეს. არის ის, რომ თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს საშუალება ჩაერთოს საკუთარი სოფლის თემის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა პრობლემების მოგვარების გზები. იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ არსებობს სხვადასხვა მექანიზმები, რაღაცა საბჭოები, სოფლის კრებები, რა ვიცი, ახალგაზრდული საბჭოები და ასე შემდეგ. ეს მეთოდები ვიცით, გვაქვს, მაგრამ ვერ ვიყენებთ ან არ ვიყენებთ იმისთვის, რომ ხალხი უფრო მარტივად მართოთ და ანუ ჩვენ კი არა, უბრალოდ იმ თქვათ ხელისუფლება, ვისაც ამის ძალაუფლება აქვს, ხო? და მე მართლა კიდევ ერთხელ გავმეორდები, რომ ჩემთვის ძალიან ღირებული ადამიანი, რომელიც ცხოვრობს სოფლად, განურჩევლად ეთნიკური წარმომადგენლობისა, რელიგიისა და ასე შემდეგ და ამ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ განცდა, რომ ისინი არიან ამ ქვეყნის მოქალაქეები და მათ აქვთ უფლება ჩართული იყვნენ ამ პროცესებში, რასაც ქვია ქვეყნის განვითარება. გარდა იმისა, რომ ახლა ცენტრი აი ესე რაღაცნაირად ცოტა უნდა დეცენტრალიზდეს, ასე ვთქვა და ეს პროცესიც უნდა განვითარდეს. გარდა მაგისა, აუცილებელია ისეთი სივრცეების არსებობა, რაზეც წეღან ვისაუბრე, რომ ჩვენ ძალიან შეგვზღუდეს თავისუფალი სივრცეების არსებობაში და ამიტომ გვიწევს სხვადასხვა მეთოდების, სხვადასხვა სივრცეების გამოყენება, ხო, იგივე რაღაცა ადგილობრივ მცირე ბიზნესებთან ვითხოვთ ხოლმე რაღაცა სივრცეს დაგვითმოს და ასე შემდეგ. ანუ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ უსაფრთხოების განცდა, როდესაც მოვლენ ჩვენთან შეხვედრაზე ან თქვენთან შეხვედრაზე ან ზოგადად სადმე სამსჯელოდ არ უნდა ეშინოდეთ, რომ ან სამსახურიდან გაანთავისუფლებენ, ან ამის გამო მოხვდებათ რა. და ყველაზე მძიმე არის ზუსტად ეს. გარდა იმისა, რაც ხდება ახლა ქვემო ქართლში, კიდევ ერთი საკითხი, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, არის ის, რაც ეხება გარემოს დაცვას. იმიტომ რომ ქვემო ქართლში მოგეხსენებათ ააფეთქეს საყდრისი და ხდება მოქროს მოპოვება, რაც ძალიან მოქმედებს ჯანმრთელობის თვალსაზრისით იქ მაცხოვრებელ ადამიანებზე, კაზრეთზე და ბოლნისზე განსაკუთრებით. ეხლა იგეგმება თეთრწყაროს მუნიციპალიტეტშიც ამ ოქროს მოპოვების რაღაცა მონიშნულია რაღაც კონკრეტული ადგილები და ჩვენთან გადმოსვლა და ეგაც ძალიან სარისკოა სამომავლოდ, იმიტომ რომ გარდა ჯანმრთელობისა კიდე მოქმედებს კულტურულ მემკვიდრეობაზე, კიდე მოქმედებს იმაზე, რომ რეალურად ადამიანები არ ერთვებიან ამ პროცესში და მე მგონია, რომ ამით მინდა რომ შევაჯამო ჩემი სიტყვა, მე მგონია, რომ თეთრი წყაროს და რეგიონების განვითარება სპეციალურად არ უნდა ცენტრს იმისთვის, რომ მერე მარტივად გააკეთოს ის საქმეები, რაც მიაჩნია, რომ უნდა გააკეთოს, იგივე მოპოვებითი და სხვა სამუშაოები რა. იმიტომ რომ როდესაც არ ყავს ძლიერი საზოგადოება, როდესაც არ ყავს ადამიანი, რომელიც გამოვა და რაღაცებს გააპროტესტებს, შენთვის მარტივია იქ განახორციელო ის საქმიანობა, რაც ფულს მოგიტანს და ამ დროს არ ფიქრობ საერთოდ არავისზე. ამიტომ არ ხდება ჩვენი რეგიონების განვითარება, ეს არის ჩემი ხედვა, ეს არის ის რაღაცა გამოტანილი აზრი, რაც ამდენი წელია იქ მუშაობ, რომ ყოველთვის ჰქონდა განცდა, რომ სპეციალურად არ ავითარებენ ჩემ მუნიციპალიტეტს ზუსტად ამის გამო. რავი, თუ რამე კითხვები გექნებათ მზად ვარ რომ გიპასუხო, ჩემზე ძალიან ბევრი ვისაუბრო ზოგადად ჩემ გამოცდილებაზე და იმ პრობლემებზე რაც გვაქვს, მაგრამ ისედაც მძიმე გარემოში ვართ და ამის გამო არ მინდა რომ უფრო დავმძიმდეთ ამ პრობლემებით, უბრალოდ კარგი იქნება რომ სამომავლოდ უფრო გადაწყვეტილების და რაღაცა გადარჩენის გზებზეც ვფიქროთ. მადლობა დიდი.
კითხვა არა, იცი რა მინდა რამდენიმე სიტყვა. როცა რუსულ კანონებში შემოქმნით, ახალი ნამდვილ მაგრამ მიგრაციების დააჭერეს, მოგონი რომ ეს იქნებოდა რაღაცა ახლა დიდარი ინდივიდი ესეთი მავნეება ტერმინი რომ გამოიყენოს. თქო ეს პრობლემა რაღაც კონკრეტული ორგანიზაციის შინაარსი. რაღაცა პოლიტიკაში შეერევა. შენი ორგანიზაცია რა საკუთრება? იქ აგრიზა თემისთვის და აი მუთანაბრობა რომელიც ლაპარაკობდა იმას რითი ავსებდი. შენ ამაზეც ვიქცევი. ხო, ჩვენი გამოცდილება და რას ვაკეთებდით? ერთია რომ შევქმნით ეს ახალგაზრდული ცენტრი, სადაც ტარდებოდა ფილმის ჩვენებები, ტრენინგები უფლებებზე, გარემოს დაცვაზე, ვაკეთებდით ლაშქრობებს, იმიტომ ძალიან ბევრი თეთრი წყაროელი და მათ შორის სოფლებში ცხოვრები ახალგაზრდები არ იცნობდნენ უშუალოდ მუნიციპალიტეტის ძეგლებს და ხშირად დაყავდა ამ ძეგლებზე, ვაცნობდით მუნიციპალიტეტს, ქონდა ქალთა კლუბი, ქონდა სხვადასხვა პროექტები, მაგალითად კოვიდის დროს ძალიან ბევრ ოჯახს დავეხმარეთ ჰუმანიტარული დახმარებები და პლუს 14 სოფლის ამბულატორია ავჭურვეთ. თანამშრომლობდით ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან, ნიდერლანდების საერთო დახმარებით გოგონათა ნაკრები შევქმნით ფეხბურთის, რომელსაც ფორმები უყიდე და მერე უკვე მუნიციპალიტეტმა ნაკრებად აქცია და მეორე ლიგაში თამაშობდნენ. ანუ ეს ქალები დაყავდა ექიმებთან, ანუ უფასო კონსულტაციებს ვაკეთებდით, სხვადასხვა სისხლის დონაციის აქციებს ვატარებდით, მაგალითად მოყავდა თვალის კლინიკა, რომელიც უფასოდ ხანდაზმულებს უტარებდა ამ კონსულტაციებს და ანუ სივრცე ვიყავით, რომელიც რეალურად ანუ მარტო ახალგაზრდებზე კი არ მუშაობდა, პლუს მუშაობდა სხვა საკითხებზეც, იმიტომ რომ ეს ახალგაზრდებიდან მოდიოდა. მაგალითად, ბევრი გვეუბნებდა, რომ მშობლებთან გვაქვს კომუნიკაციის პრობლემა და რაღაც ისეთ აქტივობებს გეგმავდით, სადაც მშობლები და ახალგაზრდები ერთად ერთვებოდნენ და მე უკვე ბანაკებში ვგზავნიდით, სხვა პროექტებში ვთავდით და მათ შორის საზღვარგარეთად წაგვიყვანია ახალგაზრდები და ამით შევუწყეთ, რომ ხელი იმას, რომ რეალურად თეთრი წყაროს და იმ სოფლებს გაცდენილიყვნენ ეს ახალგაზრდები, რომლებიც ცხოვრებაში არ გამოსულან იმ სოფლიდან. და ნუ ძირითადად ამას ვაკეთებით. გარდა ამისა, თანამშრომლობთ სხვადასხვა დონორ ორგანიზაციებთან და სულ ვეუბნებოდით რა პრობლემები გვაქვს, ვცდილობდით ორგანიზაციის განვითარებას, სტრატეგიის დაწერას და ასე შემდეგ. რამდენი რაღაცა ყოფილა ამ ორგანიზაციების მართვის, რომ ცოდნოდა თავიდანვე, ალბათ არ დავიჯერებდი, რომ მაგასოდეს ხმე გავაკეთებდი, მაგრამ სულ იმას ვამაყობ, რომ ამ პროცესმა ძალიან გაგზავნა როგორც გუნდი და ყველაზე სევდიანი ზუსტად ის არის, რომ ამ კანონის მიღების შემდეგ იმხელა წნეხი განვიცადეთ ჩვენ და მთელმა ჩვენმა გუნდმა, რომ უბრალოდ ფიზიკურად ვეღარ ავიტანდით ამ ყველაფერს, იმიტომ რომ იყო შემთხვევა, როდესაც ფილმის ჩვენებაზე პოლიცია მოგვიყვანეს, მე ბავშვებს ურეკავდნენ გადითო სივრციდან, იმიტომ რომ პოლიტიკური შეხვედრა არისო, იყო შემთხვევა, როდესაც რესურს ცენტრში მივედი და სკოლის დირექტორებთან შეხვედრა იყო და რესურს ცენტრის დირექტორმა გაეროს წარმომადგენელი გაიყვანა და უთხრა, რომ რუსო რო აქ იქნება შეხვედრას არ ჩავატარებ. იყო შეხვედრები, როდესაც სკოლის დირექტორები უკვე გვეუბნებოდნენ, რომ ბავშვები თქვენთან რო დადიან, თათბირებზე გვეძახიან და პრობლემებს გვიქმნიან და აქედან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრი არ დაგვეზიანა ჩვენს გარშემოც და პლუს კიდე მუნიციპალიტეტი აღარ გვიგრძელებდა უზუფრუქტის ხელშეკრულებას, მოგვიწია შენობიდან გამოსვლა. მაგრამ შენობიდან გამოსვლა არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვართ და რაღაცებს არ ვაგრძელებთ, უბრალოდ ფორმებს ვიცვლით და სხვადასხვა გზებს ვეძებთ, რომ რეალურად რაღაცებს გავაკეთოთ, იმიტომ ეხლა გვაქვს სამშვილდეში სოციალური საწარმო ორგის ბუდე და იმის ბაზაზე ვცდილობთ რაღაცების გაგრძელებას, მაგრამ მანდაც აი ესეთი ღია სივრცეა გარეთ და რაღაც სურათებს რო გიგზავნია და უკვე რო იცი ვინ არის რაღაცა ვინ სურათს გადაგიღებს და გაგზავნის სადღაც ან დღეს ამ რეალობაში გვიწევს ყოფნა იქ რეგიონში და ეს ხო ძალიან მძიმეა, მაგრამ ნუ ეს არის რაც არის და იმედია ოდესღაც შეიცვლება რა, ადრე თუ გვიან შევცვლით რაღაცნაირად. შეკითხვა მაქვს, რაზეც მოსმენილი მაქვს უკვე ინფორმაცია, მაგრამ შეიძლება საინტერესო იყოს, როგორც ვიცი, ასწავლების ორგანიზაციის სიტუაციისგან და ადამიანების ყოფისგან, რამდენიმე ოცნების პროპაგანდისტი ძალიან დედლიერ და პრივილეგირებულ პირობებში ცხოვრობს და მაგაზე თუ შეგვიძლია რამდენიმე რამის თქმა. თეთრი წყაროში ვიღება? თეთრ წყაროში? თეთრ წყაროში ზოგადად ყველა ვინც ამ პარტიასთან ასოცირდება, კარგად ცხოვრობს, კი, იმიტომ რომ ნუ არ ვიცი, ახლა პრობლემები არ აქვს და ჩვენ პრობლემები გვაქვს, ანუ ჩვენ
ანუ ჩვენ კი არ გვაქვს პრობლემები, მოდი ესე ვთქვათ და გადმოვიყვანოთ რეალურად ჩვენ დღის წესრიგზე რა. მათ აქვს პრობლემები, რომ ჩვენ ვართ. ანუ იმიტომ რომ რეალურად ჩვენ შეგვიძლია უფრო მეტად განსხვავებულად ვიფიქროთ რა. ჩვენ არასდროს ყოველ შემთხვევაში ჩემ თავზე ვიტყვი, რომ არ ვიყავ მზად იმისთვის, რომ თავი დამეხარა და ამდენი შრომა უბრალოდ გამეწირა, იმიტომ რომ ვიღაცას ჩემთვის აგენტი დაერქვა. ანუ მუშაობის დროსაც წარმოიდგინეთ, ხან ის ვიყავი, რა ქვია, სოროსელი ვიყავი, ხან იაღოველი ვიყავი, ხან მოგზავნილი ვიყავი, ან ყოველთვის იყო ეს მესიჯები რა, მაშინაც კი. და ეხა ეს უკვე ჩემთვის აღარ მოქმედებდა და თავი არ დაუხარდა, იმიტომ არ ამ სიტუაციაში დავარ. ის ადამიანები, ვინც დღეს მათ აქებს და კარგად გრძნობენ თავს, იმიტომ რომ პრობლემები მათ არ ექმნებათ რა. და ხვალე რაღაცა რომ შეიცვალოს, ანუ ის ადამიანები იმ სხვებსაც შეაქებენ რა და ისევ კარგად იცხოვრებენ. ანუ ეს მე რასაც ვხედავ, იმას გიზიარებ, თორე რეალურად ეხა ვინ როგორ ცხოვრობს, მაგის დეტალებში აღარ მინდა შევიდე რა. იმიტომ რომ ჩემთვის ეგ არ არის ფასეული. ეხა იცხოვროს კარგად ყველამ ღმერთმა ქნას, მაგრამ რის ფასად, რის საფუძველზე, ხო? ანუ იმიტომ რომ ვიღაცა სურათი გადაუღე და გაუგზავნე და არასწორი ინფორმაცია მიაწოდე, კარგად ცხოვრობ, ან მაშინ ჩვენ თვითონ განსაზღვრე რა, ჩვენთვის კარგი ცხოვრებაა თუ პირიქით სხვა სახელი უნდა გეწოდოს. და ხო რა, ან ყველა ვინც დღეს აპელირდება ქართულ ოცნებასთან, ცხოვრობს კარგად. პროპაგანდისტებზე სხვა ვერაფერს ვერ შეიძლება. მე მაინტერესებს თქვენ გიდრომ ფიქრობთ რომ შეგნებული არის ესე ვთქვათ დამოხრუჭება რეგიონების განვითარებას. ყოველ შემთხვევაში თეთრი წყალია. ეს ინფრასტრუქტურულ პროექტების თუ აისახება ეგრეთ წოდებებზე, რამდენად ხორციელდება ადგილობრივი პროექტები? ეს ბოლო წლები, რაც ინფრასტრუქტურული პროექტები იყო, ძირითადად იყო გზების დაგება. ყველაზე დიდი იყო 15 სოფლამდე წყალი შევიდა და გზები აუცილებლად და შენობების გარემონტება რა. ყველაზე დიდი პროექტები იყო ეგ, იმიტომ რომ რეალურად მართლა ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვიყავით და ვართ ეხაც, რომ მუნიციპალური შენობები, ან შენობები, რომლებიც ეკონომიკის სამინისტროს ბალანსია და არ არის ჯერ მუნიციპალიტეტის ბალანსზე, ძალიან ცუდ მდგომარეობაშია და ეს მოყოლებული როდიდან კიდე. და დიდი რამე სხვა განსაკუთრებული პროექტები ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით არ იყო. ძირითადად მუნიციპალიტეტის შიდა გზები ან სხვადასხვა მუნიციპალიტეტთან დამაკავშირებელი გზების პროექტები იყო. ძალიან შენობები ხალხი, როცა ტრაბები ეწია, მე რომ ხალხი ნახო დაგრეული იყო და შეიძლება ის ფრი რამე ხდება პოტენციალი კინოთეატრი ეხა ითვლება ავარიულ შენობად და არის ძალიან ცუდ მდგომარეობაში და სავარაუდოდ მაგ შენობას მთლიანად გაშლიან ჩემი ბოლო ინფორმაციით, იმიტომ რომ მართლა ავარიულ მდგომარეობაშია. მე იმასაც ვფიქრობდი წინა მხარის შენახვა შეიძლება, ხო, ანუ აი იქ შესვლა არ შეიძლება საერთოდ რა. მე კი შევდივარ ხოლმე მაინც ვაკვირდები როგორ იშლება, მაგრამ ანუ ხო, სავარაუდოდ მაგას დაშლიან. რაც შეეხება ტურიზმს, არ ვიცი რამდენი ხართ ნამყოფი ან იცით ალგეთის ეროვნული პარკი, დაცული ტერიტორიების სააგენტოს მართვის ქვეშ არის ეს ადმინისტრაცია. ალგეთის ეროვნული პარკი აქტიურად ცდილობს ტურიზმის განვითარებას. აქვს ახალი ადმინისტრაციის შენობა მანგლისში, არის გაჭრილი რამოდენიმე ბილიკები სალაშქრო და ეს ინფორმაცია აქვს ალგეთის ეროვნულ პარკს. მათ შორის გვაქვს ბირთვისის კანიონი და სამშვილდის კანიონი ჩვენ ტერიტორიაზე, რაც თეთრი წყაროს ეკუთვნის. ბირთვისის კანიონის ნაწილი 49 წლის იჯარით გაიცა რომელიღაც კომპანიაზე, რომელიც ეხლა ცდილობს მაგ კანიონის განვითარებას. სამშვილდის კანიონზე დგებოდა პროექტი ეკონომიკის სამინისტროს კურორტების განვითარების სააგენტოს ქვეშ. კვლევა იყო გაკეთებული რამ თუ არ ვცდები 2 წლის წინ და რაღაც მსოფლიო ბანკის დაკვეთით ცდილობდნენ რომ ეს კვლევა გაეკეთებინათ როგორ შეიძლება სამშვილდე განვითარდეს პოტენციურად როგორც ტურისტული სივრცე. სხვა მხრივ სამწუხაროდ მუნიციპალიტეტს ძალიან ცოტა
რესურსი აქვს გამოყოფილი კულტურაზე და ტურიზმზე, აქედან გამომდინარე დიდს ვერაფერს ვერ აკეთებს. ანუ კიდევ ერთი პრობლემა ის არის მუნიციპალიტეტის, რომ იმ სივრცეებს, რაც თვითონ აქვს და რაც შეიძლება რომ თავის ბიუჯეტში შემოიტანოს თანხა, რეალურად ვერ იყენებს. და რაღაცა აი წეგან რასაც საუბრობდი, რომ ცენტრიდან არის რაღაცები, ხო? ანუ ამ ნაწილშიც ეგრეა რა. ანუ იქ დაცული ტერიტორიები ვიღაცაზე გაქირავდა, გაიჯარავდა და ასე შემდეგ. ანუ ის არ რჩება ეკონომიკურად მუნიციპალიტეტში არ შედის. ანუ მუნიციპალიტეტი არ ქმნის რამე აიბს ან რაღაცა განყოფილებას, რომელიც ამაზე იმუშავებს. ეხლა ბოლოს გაიხსნა მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, არ ვიცი თუ ხართ ნამყოფი, რესტავრაცია ჩაუტარდა, გამოფენა გაკეთდა და ერთადერთი ეგ არის, რომ ეხლა ცოტა ცდილობს რაღაცნაირად განვითარებას კიდე. RMG-ს თავს რა იმის ჩამოყალიბებს? კი, RMG-ს შემოაქვს ბიუჯეტში თანხა. ზუსტად არ მახსოვს რამდენი, ამიტომ არ დავასახელებ, მაგრამ ну, სოლიდური თანხა, ასე ვთქვათ, მუნიციპალიტეტისთვის და ხო, ცდილობს, რომ რაღაცა პროექტები დააფინანსოს და გამოჩნდეს სოციალური პასუხისგებლობის ნაწილში. მათ შორის ეხლა სამშვილდეზე რას გააკეთებენ, კიდე კაცმა არ იცის, იმიტომ რომ იყო მოსული მოძრაობა ერთ-ერთი, რომელიც RMG-სთან ერთად რაღაცებს აკეთებს და ხო რა, ანუ RMG ცდილობს, რომ კაი ტიპი გამოჩნდეს. საზოგადოებისგან როგორ მხარდაჭერას იცნობდი, რომ გქონოდა? აი რას ითხოვ? ხალხისგან? მე არც არ ვითხოვ რაც. ერთადერთი რასაც ვითხოვ, რომ კი არა და მინდა, ну ვითხოვ ხო არაფერს არ ვითხოვ ნამდვილად. ერთადერთი რაც მინდა, რომ უბრალოდ არ გაჩერდნენ და ხო არ გაჩუნდნენ რა. აი მაგას ვისურვებდი ნანი, იმიტომ რომ ხალხი რეალურად ძალიან დიდი წნეხის ქვეშ არის დღეს. მაგას ვისურვებთ, მეტი არაფერს. რომ არ გაჩერდნენ და ხმა მოიღონ იმ უსამართლობაზე, რაც დღეს ჩვენ ქვეყანაში ხდება. მადლობა თქვენ, რომ მომისმინეთ. დიდი მადლობა, ლუსო. ჩვენ აქ ერთი როცა გვეკითხებიან ხოლმე რომ ბრძოლა სანამ ერთი პოლიპატიმარი მაინც იქნება ამ ქვეყანაში. ეგ არის ჩვენი ნეგატიური мотиваცია ჩვენი ბრძოლის და პოზიტიური мотиваცია არის შენაირი ხალხისა, წავიდა ლუსინე. აქ ხარ, მართლა ეგრეა, იმიტომ რომ სანამ რავი, ანუ რა ევროპული მომავლისთვის ბრძოლა შესაძლებელია, იმიტომ რომ თუ თეთრი წყარო შეიძლება ამების კეთება, ამ ქვეყანაში ყველგან შეიძლება. მაშინ ეგეთი ბრძოლაც, ესეთი პროექტებიც, ესეთი შინაარსების შექმნას და ეგეთი ქვეყნის აშენებად. ამასობაში თავგეგმავ სპიკერს კერა და უნდა შევთავაზო ანას, იმიტომ რომ დაახლოებით კავშირი გამოცდილებებით აქვს ორგანიზაცია წნორში, ცოდნის გამოდანა თუ სრული გეკნება, რამდენიმე სიტყვა შეგიძლია გითხრა თუ მოახერხებს. შეგიძლია თუთასთან ერთად მოხვედე. აი, მე რეიტმენ კახელება ერთმანეთის გატანა არ იცი და ნახე სადაც შეგამჩნია. საღამო მშვიდობის, მე მგონი ხო დაუგეგმავი სტუმრები ვართ, მე და თუთა. და ესე იგი, ჩემი შვილი მგონი როგორც ბევრი თქვენგანის ნაწილობრივ აქციებზე გაზრდილია და ეხლა რომ უთხარი რომ უნდა წავიდეთ აქციაზე თქვა და გაუხარდა. და მე რომ მოვიდა თქვა რომ რატო არ არის უფრო მეტი ხალხიო და ეს მე მგონი ჩვენ მეგობრებს უნდა უთხრათ თუთა შენ ნათლიებს და ჩვენ დიდ სამეგობროს. მოკლედ ჩვენ ხო ვინც არის ცოდნის კაფე ეს არის წნორში და პატარა საფრთხების კუნძულია ამ ეტაპზე. აი თვითმმართველობებზე როცა ვლაპარაკობთ, მე მგონია რომ თვითმმართველობები არ არსებობს, ანუ უბრალოდ გაუქმებულია და ფუნქციონირებს როგორც სახელმწიფო სიპის ესე იგი სახელმწიფო სიპი, იმიტომ რომ იქ რეალურად არც გადაწყვეტილებები მიიღება და აღსრულების ნაწილზეც კი შეკითხვები არის ცენტრში. ჩვენ გაგვიმართლა, იმიტომ რომ ქვემო მაჩხანელების ისტორია გავიგეთ და გავიგეთ რომ
ესე იგი მე-19 საუკუნეში ხალხი თვითონ ორგანიზდებოდა და თვითონ აშენებდა საჯარო სივრცეებს და მაგან მოგვცა ძალა რომ და კიდე იმან რომ თვითმმართველობამ არც ერთი საჯარო სივრცე ამ საგანმანათლებლო იდეას არ დაუთმო და ხო ეს ერთი მხრივ ეს ნეგატიური იყო ის რომ თვითმმართველობასთან ბევრი ბრძოლის მიუხედავად ვერ დაუმტკიცეთ რომ საგანმანათლებლო სივრცეებს ჭირდებათ მათი მხარდაჭერა მათთვის იყო სახიფათო ამ იდეის არსებობა და კარგი იყო ის რომ ჩვენ კვლევას ვაკეთებდით ამ სოფელში სადაც აღმოჩნდა რომ ისეთი მაგალითებია დღეს მე მგონი ყველა უნდა ვკითხულობდეთ ხო რა შეძლოს ჩვენმა წინაპრებმა იმიტომ რომ ჩემთვის ეგ იყო რა ბოლომდე ეს საქმე უნდა მიმეტანა იმიტომ რომ მოკლედ მე ესე იგი წითელი ტერორის ფარგლებში გაასახლეს იქიდანაც ყველა ვინც რაღაც შექმნა და ხანდახან გული მიკვდება ხოლმე იგივე გზა არ გაიაროს ცოდნის კაფემ რაც მაჩვანის თეატრო და ერთხელს არ ჩამოხურონ და ჩვენც არ გავგვასახლონ მაგრამ ვიდრე ფიზიკურად ჩვენ იქ ვართ და ფიზიკურად ვარსებობთ და არცეწესულს არ ვაპირებთ მგონია რომ ესე იგი ძლიერი მოჭიდების ცენტრს იქ ადგილზე ვქმნით და ვქმნით ამას ახლა მოქალაქეების დონაციით და ვქმნით სხვადასხვა კარგი პასუხისმგებლიანი ორგანიზაციების მხარდაჭერით არ ვიცი რა კონტექსტია კიდე რაც შეება რომ რეგიონებში საინტერესო იყოს ანუ ბიზნესი რომელიც ფაქტობრივად რაც არის რომ კონკურენცია არ არსებობს რაც ლუსომ თქვა ჩვენ ადგილზე კი ყავს წარმატებული ბიზნესები მაგრამ მათი ანუ გადასახადები არ რჩება ადგილზე ხო ანუ რა мотиваცია უნდა გქონდეს ადგილობრივ თვითმმართველობას რომ მეტი ბიზნესი შემოიყვანოს და მეტ ბიზნესს დაუჭიროს მხარი ხო და ესე იგი რეჟიმის გადადგომის შემთხვევაში იმაზე მეტი გვაქვს სამუშაო მე ვიდრე მე ხა შევა რომ წარმომიდგენია და ალბათ აქ ნებისმიერ ჩვენთაგანს და ვისურვებდი რომ რეფორმის ნაწილზე და აღსრულების ნაწილზე როგორ შეიძლება რომ შედგეს ნამდვილი თვითმმართველობა ეხლავე ვიმუშაოთ ხო არ ვიცი მე არ ვიყავი მომზადებული უბრალოდ იმ იდეას რასაც აკეთებს თავისუფლების მოედანი და ასევე სხვა პროგრესული პროევროპული მოძრაობები და პარტიები მხარს უჭერთ და ამიტომ გადავწყვეტე რომ მეც აქ მოვსულიყავი ვიცოდი რომ ამ ქვეყანაში სათამაშოც არის საშიში მე მგონი აგეთი კვათის გამო დააკავეს ჩვენი თანამებრძოლი ხო მაგრამ ამ გარემოში ვართ აქ ვზრდით შვილებს და მე რა ვიცი ვერ ვხედავ რომ რამე გზა გვაქვს რომ უკან დავიხიოთ აი რისთვის და აი ერთ კითხვაზე ვუპასუხებ რომ ვინ ცხოვრობს იქ კარგად მე მგონია რომ ჩვენზე კარგად წნორში არავინ არ ცხოვრობს იმიტომ რომ ჩვენ ცხოვრობთ აი მართლა სიმართლე ჩვენზე ბედნიერები მე იქ ხალხი არ მეგულება ქუჩაში რომ დადიან მხრებგაშლილები თავაწეულები ძალიან მომღიმარები და სავსეები დავზერთ იმიტომ რომ ვიცით რომ ემსახურებით ჩვენ ქვეყანას ვიცით რომ ემსახურებით ხალხს და ვიცით რომ ემსახურებით იდეას რომლისთვისაც ბრძოლა ანუ ჩვენმა წინაპრებმა დაიწყეს ხო და ეს კარგი ცხოვრება და ამ პირობითია ამიტომ მგონია ხანდახან რომ ძალიანაც შურს წვრილფეხა და მსხვილფეხა გადაწყვეტილების მიმღებებს უკაცრავად მოკეთ ამ ტერმინისთვის ჯობდა უფრო ეთიკური ფორმა ამერჩია ხო ამიტომ მგონია რომ აი რაღაც დროს ხანდახან ზოგიერთ გადაწყვეტილების მიმღებს უნდა ხოლმე რომ იყოს ჩვენ ადგილას ეს მათია არჩევანი მათია რაც არ უნდა დაეშავებინათ ჩვენ აგერ უკვე სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები რამის მზად ვართ რა გააზრებული გვაქვს საფრთხე ეს არის ციხეში წასვლის და ეგ უფრო ღირსეული საქციელია ვიდრე იმ პოზიციაზე ყოფნა სადაც ეხლა მათ უწევთ გააზრებულად ან გავაზრებლად ყოფნა ხო ამიტომ მე ძალიან ბევრს ვიცნობდი და გულშემატკივრობდი ქართულად ცნობიდან და ვისურვებდი რომ მაინც ვისურვებდი რომ ერთხელს ეს გადაწყვეტილება მიიღონ და ხო დადგნენ ხალხის მხარეს მადლობა ნანა ძალიან დიდი მადლობა ჩემ პერსონალური მადლობაც მათ შორის შენ და შენს მეგობრებს იმ საქმეებისთვის რასაც იქ აკეთებთ იმ ჩემ კუთხეში მშობლიურში და ძალიან ვაფასებდა მიყვარს რა თქვენი ყველა ის საქმე რომელსაც ამ ყველაფრის მიუხედავად დაგრძელებთ შემდეგ ორი სპიკერი ჩვენი პრინციპში მოედანთან დაკავშირებული ხალხია და ანას ბოლოს სიტყვები სადაც მათ თქვა რომ ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაში თვითმმართველობის შესაქმნელად მანამდე პრინციპში ლოსინესთანაც იყო ეგ ამბავი რომ რატომ არის თვითმმართველობა მნიშვნელოვანი ამ საკითხს შევეხოთ
თუ სხვა რამე არ აქვს დაგეგმილი რაღაცნაირად ამ საკითხს მაინც შევეხო და ერთადერთი მე რაც შემიძლია ვთქვა არის ის რომ აქაც მათ შორის უზენაეს სასამართლოს წინ ერთ-ერთი აქციისას უბრალოდ რამდენიმე სხვადასხვა აქციაზე ჩვენი გარდამავალი გეგმა წარმოუადგენს რომელსაც ასევე რაღაცნაირად ეხება თვითმმართველობის საკითხს უბრალოდ ეხება ძალაუფლების დეკონცენტრაციის თემას და მე მაშინ იმ გეგმას პირობითად დავარქვი ის არის გეგმა პარტიის დაპირება რომელიც ამბობს რომ მე შევქმნი კონკურენტულ გარემოს რომელშიც შეიძლება დავმარცხო ხო და ეგ არის გასაკეთებელი კონკურენტული გარემო ამ ქვეყანაში მათ შორის არ იქნება იმის გამო და იგივე ძალაუფლების დეცენტრალიზება უკვე თქვა ამ შემთხვევაში რეგიონების დონეზე არ ხდება სწორედ იმის გამო რომ ძალაუფლების დათმობა არ უნდა არავის ხელისუფლების დათმობა არ უნდა გადაბარება არ უნდა არავის და ამისთვის იგონებენ 1000 ჯურის ცრუ არგუმენტებს მაგალითად გუბერნატორების ინსტიტუტზე გვეუბნებიან რომ აი ცენტრიდან მიმავალი ფულის ეფექტური ხარჯვა მნიშვნელოვანი აი ქვემო ქართლიდან არის უსინი და იქ გვეუბნებიან რომ თორმე რა ვიცი კომპლექსური რეგიონია მულტიეთნიკური რეგიონია და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ესე იგი დეცენტრალიზებული არ იყოს იქ რაღაცა ადგილობრივი არჩევითი ორგანოები და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გადაწყვეტოს სადღაცას გვეუბნებიან რომ ადგილობრივი ძლიერი რა ვიცი ბუნებრივი რესურსები არის რომლის გასხვისება არ გასხვისების საკითხები თურმე ადგილობრივმა თემმა არ უნდა გადაწყვეტოს და ესეთი პრინციპში მოგონი არგუმენტების რომლის უკანასკნელ ძალაუფლების შენარჩუნების ყოველი ამას ეწირება რეალური თვითმმართველობის იდეა რომელსაც უნდა სამართლიანობაც ითქვას რომ ყველა პრინციპში პარტია ესე დეკლარირების დონეზე ყველა ამას რომ კი ამას გავაკეთებ ამიტომ მე მგონი ჩვენი პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაში განსხვავებით სამოქალაქო აქტივისტებისგან ისინი თავისათვის აკეთებენ იმ ხალხს ვისაც თქვა პოლიტიკური განაცხადი გვაქვს გაკეთებული ჩვენი პასუხისმგებლობა არის ის რომ რაღაც სარწმუნო უთხრა ადამიანს რომ მართლა ვაპირებთ ამ თვითმმართველობის რეფორმის გაკეთებას და როგორ შეიძლება იყოს ეს რეფორმა რატომ გავაკეთებთ ცხრებისგან განსხვავებულს ეს მიუხედავად იმისა რომ არსებობს ეს ცდომები მari გთხოვთ ვისაუბრებ ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, რომ ბოლო წლების განმავლობაში მუშაობდი რეგიონების განვითარებაზე და რუსოსაც ლენდანიასაც ძალიან კარგად ვიცნობ. მოკლედ ვიტყვი ჩემი დაკვირვებების შესახებ, რაც ამ წლების განმავლობაში დამიგროვდა. მე ხშირად შევხვედრე ამ სკეპტიციზმს იმასთან დაკავშირებით, რომ რეგიონში არ არიან ადამიანები, რომელსაც შეუძლიათ რომ ცვლილებები განახორციელონ და ეს არ არის სიმართლე, იმიტომ რომ მე პირადად ვიცნობ ადამიანს, რომლებიც წლების განმავლობაში ძირითადად უფრო საზოგადოებრივ ორგანიზაციებში, ან არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობდნენ, თავად იყვნენ დამფუძნებლები და იმ ძალაუფლების ფარგლებს, რაც მათ ჰქონდათ, ძირითადად იმიტომ რომ ისინი იღებდნენ შემოწირულობებს ან დაფინანსებას სხვადასხვა საელჩოდან, ევროკავშირისგან აკეთებდნენ უამრავ საქმეს. ეხლა ულუსომ არის საუბra ბოლომდე იმის შესახებ, რაც აკეთებული, მაგრამ მახსოვს რამდენიმე წლის წინ ჩავედი თეთრი წყაროში, აი თეთრი წყარო მართლა აი რომ მიდიხარ მაგალითად ბათუმში, თელავში, ესეთი განვითარებული ქალაქებია, ხო და აი თეთრი წყარო ძალიან ეტყობა, რომ არავინ არ ზრუნავს ამ ქალაქზე, არც მუნიციპალიტეტზე, დაცარიერებული არის და მე მახსოვს რომ კოვიდამდე აფთიაქიც არ გქონდათ და საავადმყოფო ერთად არ გაგვიდა. აი ასეთ ქალაქში ჩავედი რამდენიმე წლის წინ და ნუ ვესაუბრებოდი რუსოსთან და მითხრა რომ იცი ეხლა ნიდერლანდების საელჩოსგან ველოდები რომ რაღაცა დაფინანსებაზე მითხრა პასუხი და აი დავფიქრდი რომ ანუ ეს ადამიანი ახერხებს იმას რომ ნიდერლანდები დააინტერესოს რომ თეთრი წყაროში რაღაც თანხა გადმოირიცხოს და ადამიანებისთვის რაღაც სამედიცინო სერვისი დაფინანსდეს, რაღაც მომსახურება მიიღონ. ჩვენ ერთად მუშაობთ, აი რუსოს ცენტრი იყო ერთ-ერთი იმ ცენტრთაგანი, როდესაც ევროკავშირის დელეგაციის მიერ დაფინანსებული პროექტი მიმდინარეობდა და გაიხსნა 6 სწავლებლის და დასახმარისხო შეწყობის ცენტრი, ერთ-ერთი იყო რუსოს ახალგაზრდულ ცენტრში, რომელიც ფუნქციონირებდა და ამ ცენტრში ადამიანები, მათ შორის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან და ქალაქიდანაც მოდიოდნენ და იღებდნენ განათლებას. ასევე ისინი
ახერხებდნენ რომ გაეუმჯობესებინათ გარკვეული უნარები, რომელიც თუნდაც დეფიციტური იყო და არ ჰქონდათ საერთოდ შესაძლებლობა რომ ადგილზე ვინმე შეიმუშავა მათთან მიმართულებით და მე აი ამ ევროკავშირის დელეგაციის მიერ დაფინანსებული პროგრამის შემდგომ ათეულობით ადამიანი დასაქმდა. და ეს გაკეთა ამ ცენტრმა და ესეთი ცენტრი იყო კიდევ 5 მთელი საქართველოს მასშტაბით. ასე რომ როცა ვამბობთ რომ რეგიონებში არ არიან ადამიანები, ვისაც შეუძლია რომ იზოლაუფლება აიღოს ხელში და რეალურად გაკეთდეს, ეს ხალხი არათუ არ არსებობს. არამედ ამ ადამიანებს დამტკიცებული აქვს რომ შეუძლიათ ბევრად უფრო კარგად დაგეგმონ საკუთარი გარემოს განვითარება, ვიდრე თქვა იმ მერმა გუბერნატორმა, რომელიც იქ არის. ეხლა ამ თემასაც რო გავუყვეთ, ხო? მე ყოველთვის წარმოგიდგენა, რომ აი მერია გუბერნატორი შეიძლება გადავიდე, რომელიც ბავშვობიდან იმ თავის მუნიციპალიტეტის ქალაქის სოფელში რომ დადიოდა, ამჩნევდა იმ პრობლემებს, რაც გარემოში არსებობდა და სულ ფიქრობდა, რომ ეს პრობლემები როგორ უნდა გადაიჭრა. მაგრამ რეალობა არის, რომ ამ რეგიონებში ესეთი ძალაუფლება აქვთ ადამიანებს, რომლებიც უბრალოდ სიტყვით შეასრულებენ ბრძანებებს და ლოიალურები არიან პარტიის მიმართ. მეტი მათ არანაირი იდეები ან ის რომ რაღაცა ინოვაციური მოიფიქრონ, განავითარ არათუ არ არის რომ მოიძებონ ალბათ ეს მოიფიქრონ. იმიტომ რომ მათი გამოცდილება არის სულ სხვაგვარი, ხო? ეს ადამიანები ან წლების განმავლობაში სულ ამ პოზიციაზე იყვნენ, ან იყვნენ ბიზნესმენები, ცდილობდნენ ფული ეშოხოთ. ეს არ არის, ხო, ეს არ არის საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან და ზოგადად აი საზოგადოებიდან გამოსული ის ხალხი, რომელსაც მართლა აინტერესებს, რომ განვითარდეს ის მუნიციპალიტეტი, ქალაქი, რომლის ხელმძღვანელობაც აქვს მას ჩაბარებული. ნუ ეს თანამდებობები და რომ ვისაუბროთ უშუალოდ დასაქმებულ თანამშრომლებზე, ეხლა ჩვენ მოედნის წარმომადგენლები დავდივართ მოკლედ რეგიონებში, მათ შორის ერთი წყაროშიც ვიყავით რუსოსთან და აი ნანაჩენთანაც ვიყავით და მოკლედ ბევრგან და ჩვენ ხშირად გვეუბნებიან ადამიანები, რომლებიც მუშაობდნენ საჯარო სამსახურში, რომ ისინი გაანთავისუფლეს მაგალითად იმიტომ, რომ აქციიდან გადაღებული ფოტო დაალაიდეს, არათუ დადეს, არათუ აქციაზე იყვნენ, არათუ რაღაცა კრიტიკული სტატუსი დაწერეს, უბრალოდ დაალაიდეს და შემდეგ დაურეკეს და გაანთავისუფლეს და წარმოიდგინეთ ესეთი კრიტიკულად მოაზროვნე კომპეტენტური ადამიანები, რომლებიც საკუთარ აზრს გამოთქვამენ, ისინი მათ უკვე აღარ დაედგომება საჯარო სამსახურში, ხო? ან მერებზე გუბერნატორები ვისაუბრე ეს ამ თანამშრომლებზე, საბოლოოდ დაგამოდის, რომ მხოლოდ არაკომპეტენტური ბრძანების შემსრულებელი ადამიანები შეიძლება იყვნენ ამ სისტემაში და ეს თავისთავად გულისხმობს იმას, რომ ის მუნიციპალიტეტი ვერ განვითარდება, ხო? თუ ყველაზე მეტი კომპეტენცია ვისაც აქვს იმ სისტემაში ვერ შედის, ან თუ შედის უშვებენ იქიდან, ძალიან ბუნებრივია ის პრობლემები, რაც თუნდაც ეს წყაროში არის, ხო, რომ საკანონიზაციო სისტემა არ არსებობს მაგალითად და მხოლოდ რამდენიმე კუთხეზე არის ეს ხელმისაწვდომი, ხო, საავადმყოფო არ არსებობს და უამრავი პრობლემა, რაც არის ამ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში. ხო, ამიტომ მგონია, რომ პირველ რიგში არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ის ადამიანები, რომლებიც დედაქალაქში დავიბადეთ, აქ გავიზარდეთ და რაღაცნაირად შეიძლება იმის ახალ მისმენს ფიქრობდეს, რომ რატომ უნდა ვიცოდეთ ეს წყაროს პრობლემები, მე რა შემიძლია, ან საერთოდ იქ ადამიანების ცხოვრება რაზე გავლენას ახდენს ჩემზე, ხო, არანაირს ესე ფიქრობენ. ხო, მე ვეცოდი ამ ადამიანებს, რომ იქიდან დაფიქრდნენ ამ საკითხზე, იმიტომ რომ აი მაგალითად, როდესაც ესე არათანაბოდ ვითარდება რეგიონები და განსაკუთრებით დედაქალაქი, როდესაც ძალიან უსწრებს წინ და ეს არც რეგიონისთვის არის კარგი, იმიტომ რომ იცლება ის ადამიანები, რომლებიც არიან ამ მუნიციპალიტეტებში, სადაც კორუფცია, სადაც ვერ საქმეები არის, მოდიან დედაქალაქში, ან მიდიან ემიგრაციაში. შესაბამისად იკრიფება დედაქალაქი და ფილისებებს ვაწყობთ საცხოვრებლად, მათ შორის არის დაკავშირებული იმასთანაც, რომ ბევრი ადამიანი, რომელიც ქალაქის ცხოვრება ადგილას ვერ საკუთრება და შეუძლებულია, მათ კონცენტრაცია ხდება ადგილ ქალაქებში ან განსაკუთრებით დედაქალაქებში. მე მაგალითად რეგიონებში
სიარულის დროს მახსოვს საქართველოს ქალაქები, სადაც როცა ცენტრალურ გზაზე გადავდიოდი, არ გამიხედია არც ერთ მხარეს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ხალხი არ დადიოდა და მანქანები არ დადიოდნენ, ან იმდენად დაცარიელებული იყო. აი ერთ-ერთი აუზუგეთი მახსენდება და მე იქაურებს რომ ვესაუბრებოდი, მიყვებოდნენ რომ აი აუზუგეთთან განსაკუთრებით მარტივია წახვიდე და გადახვიდე მაგალითად ბათუმში საცხოვრებლად, ან წახვიდე თურქეთში, იმიტომ რომ ახლოს არის და ბევრი განვითარებულია და არავის არ უნდა რომ აუზუგეთი დაწეს. ამით დავასრულებ, უბრალოდ ვიტყვი, რომ ჩვენი მომავალი პროტესტის აქციებიც, რასაც ხუთშაბათობით გამართავთ და ასევე პოდკასტებიც გვინდა, რომ სწორედ რეგიონების პრობლემებს დავუძნოთ და გაჩვენოთ ის ადამიანები, რომლებსაც რეალურად ბევრი ცვლილება განუხორციელებიათ საკუთარი რესურსებით, საკუთარი ნერვების დროის ხარჯზე და განახორციელებს ადამიანები, რომლებსაც მართლა აქვს საქმე, რომლებიც მართლა ხედავენ რეგიონის პრობლემებს, შეუძლიათ კიდევაც გადაჭრან და იმედი გვაქვს, რომ ამ თემებზე უფრო მეტი ინფორმაცია გვექნება ჩვენ ყველას და ჩავერთვებით რაც თავარია, რომ ამ ადამიანებს ხარ დაუჭიროთ და ჩვენს მივიღოთ მონაწილეობა ამ ქალაქების განვითარებაში. მადლობა. ხო, გავიცი, ალბათ მე მგონია უფრო არის ესეთი ფიქრობაზე რაც ფიქრობ პლუს რეგიონული ტოპი ქონდა და აგზელებს იქიდან შტაბედილებები რა არის ამდენად ერთხევა თეთრი წყაროს გამოცდილებას რაზეც რუსინები ლაპარაკა, ნანამრაზეც ლაპარაკა. ხო, აი ამაზე რომ გითხრათ რამდენიმე სიტყვა. მადლობა მოგზაურებისთვის ყველას. ხო, რაღაცებს გავიმეორებ, რაც აქამდეც თქვი, იმიტომ რომ მე ვფიქრობ ამაზე ხაზგასმა მაინც მნიშვნელოვანია, რაც სხვა შეკრებებზე თქვი, მანამდე შეიძლება მოსვენილი გაქვთ, მაგრამ რაღაცებსაც დავამატებ თვითმმართველობის საკითხებზე. აი ძალიან კარგი საკითხი შეეხე გიორგი, როდესაც ამბობდი, რომ როგორ უნდა დაარწმუნო ხალხი, რომელსაც აღარ აქვს არაფრის იმედი, აღარ ჯერა პოლიტიკოსების, ბევრ რამეს დაპირდნენ და არ შეასრულეს და ახლა ჩვენ როგორ შეგვიძლია ადამიანებს მივცეთ იმისი პირობა, რომ მაგალითად თვითმმართველობის საკითხებს სერიოზულად ვუდგებით და რასაც ახლა ვამბობთ, მე აუცილებლად გავაკეთებთ. და მე მგონი, რომ მინიმუმ აქ შეგვიძლია ორი რამ ვაჩვენოთ საზოგადოებას. ერთი ვაჩვენოთ ის, ადრე დაგვირღვევია თუ არა რაიმე პირობები, რომელიც მიგვიწია ჩვენ საქმეში. ჩვენს სფეროებში, სადაც მუშაობდით, ჩვენს პროფესიულ საქმიანობაში, ვაკეთებდით თუ არა იმას, რაზეც ვსაუბრობთ. და მე მგონია, რომ მოედნის წევრების ბიოგრაფიას თუ გადახედავს ადამიანი, ნახავს, რომ ასე არ არის. ანუ ჩვენ ვაკეთებდით იმას, რაზეც ვსაუბრობდით. და მეორე არის ის, რომ შევხედოთ თვითონ მოედანი როგორია, იმიტომ რომ თუ პოლიტიკურ პარტიაში არ არის დემოკრატია, თუ შიგნით არ არის დეცენტრალიზაცია, თუ პარტიაში არ არის რაღაც ავტონომია, მათ შორის აი ამ სამხარეო ორგანიზაციების, საფემო ორგანიზაციების, მე არ მჯერა ასეთი პარტიების დაპირებებით თვითმმართველობას და დეცენტრალიზაციაზე, იმიტომ რომ პარტია, რომელსაც თავის შიგნით არ შეუძლია გადაანაწილოს ძალაუფლება, რა თქმა უნდა, ამას არ გააკეთებს სახელმწიფო დონეზე, როდესაც ბევრად უფრო მაღალი ფსონები არის ხოლმე, ხო? და ჩვენ შემთხვევაში თუ შევხედავთ, ნახავთ, რომ ჩვენი სამხარეო ორგანიზაციები ძალიან დიდი ავტონომიით სარგებლობენ. მე როდესაც ჩემ წინა სამსახურში მუშაობდი და პარტიებთან მიწევდა ურთიერთობა, გაოცებული ვიყავი ხოლმე, როდესაც ამათი პარტიის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელთა რაღაც საკითხზე ან თანამშრომლობა შევთავაზებდით რაღაც კვლევით ინტერვიუს რაღაც და ამიტომ თბილისში უნდა დავრებო. კი, ხო და ნუ ესეთი რაფები არ დარხდება, გარდა დამატებით რა თქმა უნდა ეს ჩვენი მმართველობის მოდელი ასევე მოიცავს იმას, რომ ადამიანებს, სამხარეო ორგანიზაციებს აქვს დიდი ფინანსური ავტონომია მათ შორის, ისევე როგორც შესაძლებლობა, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე დიდწილად თვითონ მიიღონ გადაწყვეტილებები კანდიდატებთან დაკავშირებით. ეს არის ის მინიმუმი ალბათ, რითიც შეგვიძლია, რომ წარვდგეთ საზოგადოების წინაშე ამ საკითხებზე. ახლა ჩვენ რეგიონულ იმერეთის ტურზე თუ ვისაუბრებთ, აქ რა შემიძლია თქვა, ხო? ყველაფერი ვნახეთ, რისი ნახვაც
არ უნდა გიწევდეს ნორმალურ ცივილურ მეტნაკლებად განვითარებულ საზოგადოებაში და სახელმწიფოში, სადაც სახელმწიფო ელემენტარულად ზრუნავს ადამიანებს. ჩვენ ვნახეთ, აი პარლამენტთან ანგარიშის დროსაც თქვი და რამდენჯერმე მედიაში და ახაც გავიმეორებ, რომ ჩემთვის ყველაზე დიდი სიმბოლო, ყველაზე ტრაგიკული სიმბოლო აი ქართული ოცნების ცინიზმისა და ზოგადად საზოგადოებისადმი დამოკიდებულების იყო სკოლის გვერდით აშენებული ღია მოპოვების კარიერი ჭიათურაში. ანუ იყო საჯარო სკოლა, სადაც ბავშვები დადიან, სწავლობენ, ჭამენ, სუნთქავენ, გარეთ სპორტულ მოედანზე თამაშობენ და ზუსტად მიბჯენი პატარა გზის გადაღმა იყო ღია მოპოვების კარიერი. სადაც თავის დროზე მუშაობდა მძიმე ტექნიკა, იყო ბუღი, იყო გამონაბოლქვი ყველაფერი და ახლაც როგორც ადგილობრივები გვეუბნებიან, პერიოდულად მიდიან მანქანები და რაღაცებს იღებენ და მიიღებენ. როგორ? რომელი სოფელი ჭიათურის სოფელი? ერევში. რომელი? არა. წირკვალი. წირკვალი საჯარო სკოლასთან. ხო, აი ეს იყო სიმბოლო, რომ ერთი მხრივ არის შესაძლებლობა, რომ აი საიდანაც ფული ამოხაპო, მეორე მხრივ არის შესაძლებლობა ქვეყნის მომავალზე იზრუნო და რომელს არჩევ იმას, რომ აი უცბად ბევრი ფული შეაგროვო, რაც შეიძლება სწრაფად. ნახეთ დანგრეული სკოლები, რომლებიც წლები არ აღგენილა. ნახეთ ადამიანები, რომლებსაც პირდაპირ გადიან, ღამე არ ძინავთ, იმიტომ რომ კრედიტი აქვს გადასახდელი პატარა რაღაც ტრაქტორის, რომლითაც საკუთარ ვენახშიან, საკუთარ კარმიდამოში უნდა იმუშაოს. ნახეთ გაღატაკებული ჭიათურა, რომელიც ყველაზე მდიდარი მხარე უნდა იყოს ქვეყანაში, იმხელა სიმდიდრეს ფლობს, ხო? და აი ამ ყველაფრის გამომწვევი მიზეზი არის ის, რომ ქართულ ოცნებას არ აინტერესებს საზოგადოებაზე ზრუნვა, ანუ არაფერი ნიშნულოვანი, რაც რაიმე ეროვნული მასშტაბის პრობლემა შეცვლიდა, გადაჭრიდა, არ გაუკეთებიათ, იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში წარმოუდგენელია, რომ აი ასეთი სიღატაკე სუფევდეს ქვეყანაში, ამდენი წლის განმავლობაში. რეალურად როგორც არის დღეს ქართული ოცნების მიერ აგებული მმართველობის მოდელი, ის არის აგებული საზოგადოების დამორჩილებაზე, კორუფციაზე და ეკონომიკის რეალურად გამოფიტვაზე. და ქვეყნის ამას ქვეყანა მიყავს გაღატაკებამდე, იმიტომ რომ ძილს უთხრის იმ გრადი განვითარების შესაძლებლობებს, რაც ჩვენ ქვეყანაში არის. ჩვენ რეალურად ეკონომიკური თვალსაზრისით თუ შევხედავთ ჩვენ მხარეებს და რეგიონებს, გვაქვს ბევრი პრობლემა, რა თქმა უნდა, მაგრამ ორი ფუნდამენტური პრობლემა გვაქვს. ერთი ეს არის სამუშაო ადგილების არარსებობა, ანუ ღირსეული სამუშაო ადგილების არარსებობა და ოფიციალური მშრალი სტატისტიკის მიღმაც იმალება ძალიან მძიმე რეალობა. ეხლა თუ შევხედავთ მხოლოდ ოფიციალურ სტატისტიკას უმუშევრობის, იქ ისედაც საგანგაშო სურათია თავისთავად, მაგრამ რეალური უმუშევრობის მაჩვენებლები საერთოდ კატასტროფულია, იმიტომ რომ ამაში უჩაქვთ ადამიანებს, რომლებმაც საერთოდ დაკარგეს იმედი, რომ რაღაც სამუშაოს იყოვნიან, ან უბრალოდ პატარა ნაკვეთი აქვს და ამიტომ დასაქმებულად თვლიან, რადგანაც კიტრი და პამიდორი შეიძლება მოიყვანოს და შემდეგ. უმუშევრობის მაჩვენებელი აღწევს კატასტროფულ რიტმს და უფრო რეალისტური დათვლებით არის სადღაც 600,000-მდე ადამიანი, რომელსაც ჭირდება დასაქმება, რომელსაც არ აქვს ისეთი სამსახური, რომ მიიღოს ნორმალური ღირსეული ცხოვრების და განვითარების შესაძლებლობა. ჩვენ თუ გადავხედავთ აი იმ ეკონომიკურ ზრდას, რომელთაც ქართული ოცნება ასე ამაყობს, ხომ? ეს ზრდა სინამდვილეში ამ პრობლემას საერთოდ ვერ ჭერს, იმიტომ რომ ბოლო წლების განმავლობაში, მართალია ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ცოტათი გაიზარდა ეს მაჩვენებელი სამუშაო ადგილების შექმნის, მაგრამ საშუალო დაახლოებით წელიწადში 14,000 სამუშაო ადგილი იქნება. ანუ ამ ტემპით ჩვენ დაახლოებით 36 წელი დაგვჭირდება, რომ აი ამ უმუშევრობის არმიას რაღაცნაირად მოვერიოთ და ადამიანებს მივცეთ ნორმალური დასაქმების შესაძლებლობა, ხო? და ეს რა თქმა უნდა არანაირ ეკონომიკურ მართლობის სტანდარტში არ ჯდება, ეს არის უცობის და კორუფციის შედეგი და მეტი არაფერი. ეხლა ამ ბოლო წლებში რადგანაც მოიმატა თითქოს, ხო, სამუშაო ადგილებმა ოცნება ამაყობს ამითი, მაგრამ უნდა ვიცოდეთ რა ტიპის სამუშაო ადგილებია, რაც არის მომატებული. ეს არის პრინციპში
დაბალანაზღაურებადი სამსახურები, რომლებიც მეტნაკლებად მაინც დროებითია, არაძლევს რაღაც უფრო მყარ გარანტიებს ადამიანებს და ასევე მოიტანა ამ რუსული ფულის შემოდინება ქვეყანაში, რომელიც ისევე გაქრება, როგორც კი ეს რუსული ფული აორქლდება ქვეყნიდან, იმიტომ რომ დასრულდება რუსეთის უსამართლო ომი უკრაინაში და ის ფინანსური ნაკადები საკეთ მხარეს შეწყდება, რამაც გამოიწვია რაღაც ზრდა ჩვენს სტატისტიკაში. ანუ ეს არის ერთი რამ, რომ ჩვენი ეს პარადიგმა, როგორიც აქვს ქართულ ოცნებას ეკონომიკის მართვის, სახელმწიფოს მართვის, რეალურად ემსახურება იმას, რომ ხალხი გაჩნდეს, არავინთან განვითარებას ეკონომიკურს ეს არ ემსახურება და ფიტავს რესურსებს, აი როგორც ჭიათურაში მაგალითად. ხო, პირდაპირი გაგებით მიწა ეცლება ხალხს, სოფლები დაბლა ვარდება, ეს წიაღისეული მიდის, სადღაც იყიდება და ქვეყნის ეკონომიკაში რეალურად არაფერი არ იცვლება. მეორე დიდი პრობლემა ეს არის ემიგრაცია, რა თქმა უნდა, ეს არის ეროვნული მასშტაბის უბედურება, რომელიც დაგვემართა. ეხლა ჩვენ კატასტროფული მდგომარეობა გვაქვს ისტორიულად ემიგრაციის მხრივ, დამოუკიდებლობის აღდგენიდან 2012 წლამდე საშუალოდ, ეხლა შეიძლება ზუსტი ციფრი არ მახსოვდეს, მაგრამ ან არ იყოს საერთოდ ხელმისაწვდომი, მაგრამ დაახლოებით 1,700,000 ადამიანი ყავს ემიგრაციაში წასული. 2012 წლიდან დღემდე დაახლოებით 320,000 ადამიანია უკვე გასული ქვეყნა. ეს არის რაღაც 2 მილიონი ადამიანი. საქართველოს მოსახლეობა არის 3,600,000 დაახლოებით. ანუ რომ წარმოვიდგინოთ, ეს არის იმ მასშტაბის ემიგრაცია, რომ თბილისის იქით არავინ რო არ ცხოვრობს. ანუ სულ რო დაცარიელდეს ქვეყანა. დაახლოებით იმდენი ადამიანია ქვეყნიდან წასული. დიდწილად ესენი არიან და აი ამ ბოლო დროს განსაკუთრებით გაიზარდა აი ესეთი ტიპის ემიგრაცია, ადამიანები რომლებიც მიდიან და ასევე შეუძლობენ მაღალ ანაზღაურებად სამსახურებს სხვაგან. ანუ ჩვენ კარგავთ შრომისუნარიან მოსახლეობას, ჩვენ კარგავთ ასევე ისეთი ტიპის ძალას, ენერგიას ქვეყანაში, რომელსაც შეუძლია მაღალი ხარისხის პროდუქტი შექმნას. ანუ ერთი მხრივ გვაქვს სახელმწიფოს მიერ აბსოლუტურად არაეფექტური ეკონომიკური პოლიტიკა, ქვეყნის გამოფიტვა და მეორე მხრივ გვაქვს მასობრივი ემიგრაცია ქვეყნიდან და ისეთი ტალანტის დაკარგვა, რომლის დაბრუნება მერე არის ძალიან რთული და ამისი შეცვლა შესაძლებელია და მათ შორის შესაძლებელია შედარებით სწრაფ ტემპებში, ოღონდ აბსოლუტურად უნდა შეიცვალოს როგორც მმართველობის სტილი, ისევე ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი საფუძვლები, რაზეც დგას დღეს ის საქმიანობა, თუ საქმიანობა შეიძლება დავარქვათ მავნებლობის ნაცვლად, რასაც ქართული ოცნება ეწევა, ხო? ამას ჭირდება უპირველეს ყოვლისა ინვესტიციები, ამას უპირველეს ყოვლისა ჭირდება კანონის უზენაესობა და სამართლიანობა და დემოკრატია, რომ არავის არ ეშინოდეს საკუთარი საქმის კეთების, არავის არ ეშინოდეს, რომ აი ეს სასამართლოები დასჯიან, იმიტომ რომ Facebook-ზე რაღაცა დაალაიქა ფოტო, ან გააშიარა სამსახურიდან გააღიდეს ამის გამო, ან თუ ასეთი რამე მოხდება სამართალი აღდგეს, ანუ დემოკრატიული წესწყობილების გარეშე ჩვენი ეკონომიკური განვითარება შეუძლებელია და ვერ წარმომიდგენია. იმ პირობებში, როცა ნებისმიერ ბიზნესს შეიძლება დაადგეს, რა ვიცი, სუსი, პოლიცია, პროკურატურა, არ ვიცი, ვიღაცა ძველი ბიჭი ქურდი და უთხრას, რომ შენი ფული მომეცი, შენი ბიზნესი გადმომიფორმე, ეს მე შენ რაღაც საქმე გაურჩიოს, ხო? მაგრამ ამის მერე აუცილებელია ძალიან სოლიდური ინვესტიციები ექსპორტზე ორიენტირებულ მრეწველობასა და ეკონომიკაში. ჩვენ ისეთ პირობებში უნდა მივიდეთ, რომ ჩვენი უმდიდრესი ადამიანების 10-ეული თუ 20-ეული არ იყვნენ ძირითადად იმპორტიორები. ეხლა ამიტომ ეს უნდა შეიცვალოს და ამას ჭირდება სახელმწიფო პოლიტიკა, მარტო იმის გამოგაკეთებით, რომ ჩვენ ახლა დავჯდებით რაღაცა კანონს, არა, ამას ჭირდება ძალიან პროაქტიული სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკა, ჭირდება ჩარევა, სტიმულირება, ჭირდება ინვესტიციები და ჭირდება ევროკავშირთან დაახლოება. ეხლა ჩვენ რაზეც ვლაპარაკობთ, მე რაზეც ვლაპარაკობ, უბრალოდ ახლა ეს არ არის სიახლე, ასე განვითარდა მაგალითად ბევრი ევროპული ქვეყანა, რუმინეთი, ბულგარეთი, რომელიც ჯერ დაუახლოვდა ევროკავშირს და მერე სწრაფად დაიწყო სიღარიბის დაძლევა და ნორმალური სამუშაო პირობების და ადგილების შექმნა, ხო? შორს რო არ წავიდეთ, შორს რო წავიდეთ სამხრეთ კორეა, იაპონია, ყველგან მსგავსი ტიპის ცვლილებები მოხდა, სადაც ჩაერი აქტიურად სახელმწიფო სწორი მიმართულებით, კანონის უზენაესობა ჩამოყალიბდა
და გაუმჯობესდა ინფრასტრუქტურა, ლოჯისტიკა და ტექნოლოგიური შესაძლებლობები. ხა წარმოუდგენელია, რომ 5 საათი ჭირდებოდეს 21 საუკუნეში თბილისიდან ბაქოში ჩასასვლელს. ამ თელავთან არ ჰქონდეს ნორმალური სარკინიგზო კავშირი, რომ შეგეძლოს ძალიან სწრაფად იმოძრავა. ან სოფლებსა და მუნიციპალურ ცენტრებს შორის არ იყოს კომფორტული უსაფრთხო საავტომობილო კავშირი, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ვლაპარაკობ. ხო, თბილისსა და რუსთავის შორის, ხო, მაგალითად, ეხლა პარადოქსული რამე გვითხრეს ქუთაისში. ბოლო დრომდეო, სანამ ამ შატლებს დანიშნავდნენ აეროპორტიდან და იმითი როგორც ჯერ მაინც არ მგზავრობდნენ, არ ვიცი რატომ, მაგრამ სხვა ამბავია. ქუთაისის აეროპორტიდან ქუთაისის ცენტრში ჩასვლა ტაქსით უფრო ძვირი ჯდებოდა, ვიდრე ავტობუსით რო დაბრუნებულიყავი თბილისში და მერე უკან ჩასულიყავი ქუთაისში. ეგეთ ვითარებაში რა ეკონომიკის განვითარებაზე ვლაპარაკობთ, ხო? ამიტომ ქართულ ოცნებას არ აინტერესებს საერთოდ ეს, მას ურჩევნია რომ, რა ვიცი, სასაფლაოს მომლელად, რაღაც ძეგლის მრეცხავად, რაღაცა დაასაქმოს ადამიანები, მისცეს მათ 200 ლარი, 300 ლარი ხელფასი და ამით გააჩუმოს ხალხი. ამიტომ არ უნდა გავჩუმდეთ, ყველაფრის შეცვლა შეგვიძლია, აქაც, ქვევითაც და ბევრგან ამ ქვეყანაში, თბილისშიც, მის გარეთაც არის უამრავი ნიჭიერი პატიოსანი, პატრიოტი, პროფესიონალი ადამიანი, რომელსაც ამ ქვეყნის შემოbrunება შეუძლია და საპატიმროებშიც არის ბევრი მაგარი ხალხი უდანაშაულოდ, ასე რომ თავისუფლება პოლიტპატიმრებს და გამარჯვება საქართველოს. მადლობა. დიდი მადლობა ლევან. ვინც ტრადიციულად ჩვენ ყოველ ხუთშაბათს ჩვენთან ერთად ხართ, რომ რაღაცნაირად არ დაიბნეთ პერიოდულად ვეცდებით ხოლმე ასეთ თემებზე ლაპარაკსაც სასამართლოს წინ, მე არ ვიცი დღევანდელ შეხვედრაზე რამდენად გამოგვივიდა, პირდაპირ კავშირია ჩემი აზრით სიღარიბესა და ავტორიტარიზმს შორის, პირდაპირ კავშირია იმ ეკონომიკურ პოლიტიკას შორისსა და იმ ავტორიტარულ სისტემას შორის, რომელსაც ქართული ოცნების ხელისუფლება ქმნის და როგორც იცით, ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით აი ამ უთანასწორობის თუ უთანაბრობის ფონზე განსაკუთრებით მძიმე ვითარება ხოლმე რეგიონებში. ლევანმა იმერეთის დაბეჭდილებები გაგიზიარა და მე რაც მაგალითად განსაკუთრებით მოხდა თვალში, ეს არის სიღარიბე, რომელიც აი მართლა ყველაფრის ნაბიჯზე იგრძნობა იმერეთში და კი სიღარიბე არის ის საშუალება, რომელზეც ხშირად დიქტატორები თავის ძალაუფლებას ამყარებენ ხოლმე. ამიტომ პერიოდულად ასეც ამ ჭრილშიც ვილაპარაკებთ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ძირითადი თემა რა თქმა უნდა იქნება ხოლმე უშუალოდ სამართლის საკითხები, პოლიტპატიმრების საკითხები, მიმდინარე სასამართლო პროცესები და სხვა. მაგრამ ჯამში ეს არის ვითარება, როდესაც ეს ყველაფერი ერთმანეთს კვებავს და კვებავს რაც თავარი საბოლოო ჯამში აი ამ ბოროტ რეჟიმს, რომელიც აუცილებლად უნდა დავამარცხოთ იმისთვის, რომ დავიხსნათ ტყვეები, პოლიტიკური ტყვეები და რაც თავარია, ამის შემდეგ დავიწყოთ ქვეყნის განვითარება, მათ შორის იმ საკითხებზე ზრუნვაც, რომელზეც დღეს ჩვენმა სპიკერებმა ილაპარაკეს და კიდევ ერთხელ მადლობა მინდა უთხრა მათ. მანამდე კი კიდევ ერთხელ შეუძახოთ თავისუფლებას ინდისის ტყვეებს. თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს. თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს. თავისუფლება. კარგია. მადლობა.